მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია ჟურნალისტი ვახოსანაია. როგორ ახარ ვახო? კარგად, გამარჯობა. როგორ ახარ? რა ვიცი, ნორმალურად. რა რეაქცია ქონდა პირველად, რომ გაიგე, რომ საქართველოს მთავრობა გიძღვნის ოფიციალურ კრიტიკულ წერილს? გამეცინა. პირველი რეაქცია იყო ეს. არჯერ გამიკვირდა და შემდეგ გამეცინა. ეს ორი რეაქცია მქონდა. შემდეგ ვეცადე რომ უფრო სერიოზულად მივდგომოდი ამ საკითხს. და იმ მსგავსი რამე თუ ხსმენია საერთოდ ან სადმე მომხდარი იყოს? ალბათ სადღაც მომხდარა, არ ვიცი. ალბათ მომხდარა, თუმცა ამ ფორმით მე ნამდვილად მართლა გამიკვირდა. არ ველოდი და ყველაზე მეტად გამაკვირვა ტექსტმა. რაც იქ ეწერა. იმაზე უფრო მეტად ვიდრე გავიგე რომ გადაცემას ამ ფორმით გამოეხმაურნენ, მაგრამ თვითონ ფორმა ერთია და შინაარსი რაც იქ ეწერა, ამან უფრო გამაკვირვა. ანუ იქ ეწერა რომ არასწორად გაშუქდა ყველა. ხო, მე ვფიქრობ რომ არასასიამოვნო ტექსტი იყო, არა იმიტომ რომ მე მეძღვნებოდა, არამედ ზოგადად საქართველოს მთავრობისგან იყო არასასიამოვნო ტექსტი. იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა ხშირ შემთხვევაში რაღაც ოფიციალურ ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, ხო? და მე გამიკვირდა, არ მესიამოვნა რომ ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს. ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, რომ ესეთი ხმები დადისო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნახა ეს გადაცემა და ამის შემდეგ ამან გამოიწვია ეს რეაქცია. ხო არ იცი რა მოხდა სინამდვილეში? მეც მაქვს ასეთი ინფორმაცია, ისევე როგორც ნინოს სხვა მიაწოდა ეს ინფორმაცია, მე სხვა, ახლა ორი წყაროსგან შეგვიძლია დავიჯეროთ, შეგვიძლია არა, მაგრამ არა მგონია ეს იყოს მთავარი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა ეს. აი ყველაზე მთავარი ეს არის. ამის იქით რა მოხდა, როგორ სპეკულაციებს მართლა ვერ დავიწყებ, მაგრამ შეიძლება ლოგიკურიც იყოს ვიღაცისთვის, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდეს. ხო და რატო ვერ ისწავლა ვერც ერთმა ხელისუფლებამ მედიასთან სწორი ურთიერთობა? ეს მედიის ბრალია თუ? მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი სულ სხვა ტიპის შეცდომებს უშვებდა მედიასთან დაკავშირებით. აი რა შეცდომებს უშვებდა? მედიასთან დაკავშირებით უშვებდა იმ შეცდომას, რომ ის ცდილობდა მედიაზე კონტროლი ქონოდა ბევრი სხვა მეთოდით. მე როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება არის უფრო დაცული, როდესაც მედია არის თავისუფალი. ეს არის 2x2 4. ყველა ხელისუფლებას აქვს სწრაფვა, რომ მედია დაიმორჩილოს, მაგრამ პირიქით კი ხდება. მედია, როდესაც თავისუფალია, ხელისუფლება უფრო დაცულია. ეს არის საუკეთესო საშუალება შენ იყო ფორმაში. თავისუფალი მედია არის ყველაზე მაგარი რაღაც, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ შენ მთავრობამ დაუშვა ნაკლები შეცდომა. რაც შეეხება ახლა ბევრი მეთოდს ნამდვილად მე შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ არ იყენებენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ მედიის ყველა ნაბიჯს უნდა გამოეხმაურონ, თავისი რეაქცია მისცენ. ეს კი არ არის გამაღიზიანებელი საზოგადოებისთვის. ნებისმიერ ადამიანს ჟურნალისტი არ არის რაღაც გამორჩეული. ყველა შეუძლია ჟურნალისტი აკრიტიკოს, თუ კი ჟურნალისტი აკრიტიკებს მთავრობას, მთავრობასაც აქვს უფლება რომ აკრიტიკოს ჟურნალისტი, მაგრამ ჭკუის სწავლება არ არის კარგი მეთოდი, არ ამართლებს, აი პრაგმატულად რომ შევხედოთ და ამას არ უნდა კონდეს არასასიამოვნო ფორმები, იმიტომ რომ უკულ რეაქციას იწვევს ყოველთვის. არა მხოლოდ ჟურნალისტს, ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა სიმართლე გითხრათ. ჩემი დამოკიდებულება ამ პროფესიისადმი ისევ ესეა. როგორც გითხარით, თავდაპირველად ჩემი რეაქცია იყო, რომ გამეცინა, შემდეგ ვცადე რომ სერიოზულად მივდგომოდი ამ საკითხს და ვცადე რომ სერიოზულად მეპასუხა ამ ყველაფრისთვის პირდაპირ ეთერში. მაგრამ მე ვფიქრობ, ფორმა არ არის სწორი. ჩვენ არც ჟურნალისტებმა უნდა აღზარდოთ ვიღაცა და არც მთავრობა უნდა ეცადოს, რომ ჟურნალისტები აღზარდოს. მთავრობა უნდა მიუთითოს, თუ კი რაღაცა არასწორი იყო, უნდა მიუთითოს, ფაქტობრივად უნდა ისაუბროს.
და მორალის კითხვა არ არის სწორი. შენ მე რატომ მაკრიტიკებ ეს აი არ არის სწორი მიდგომა. საზოგადოებამ ეს ცოტა სხვანაირად აღიქვამს. აი ქართული ტელემედია დღეს მოგწონს შენ? მე ვფიქრობ, რომ ქართული ტელემედია არის ისეთ მდგომარეობაში დღეს, როგორშიც მეტნაკლებად, ყველაფერს შეიძლება იყოს განსხვავება, მაგრამ ნებისმიერი სხვა სფერო. ქართული მედია დამოუკიდებლად რაღაც კუნძულზე არ ვითარდება. ჩვენ ყველანი ერთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მე ვფიქრობ, რომ ქართულ მედიას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს თავად ქართულმა მედიამ, უნდა იზრუნოს თითოეულმა ჟურნალისტმა საკუთარ თავზე. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შეიძლება, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველამ ჟურნალისტებმა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, მაგრამ სრულად არასერიოზულია, როდესაც თავრობა ეცდება ვიღაცას ვთქვათ მეტი განათლება მისცეს, ჟურნალისტს უთხრას, რომ ეს ასე კი არ უნდა გააკეთო, ასე უნდა გააკეთო. ეს არასერიოზულ სახეს იღებს. ანუ ყველამ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. მე ზოგადად მაქვს ცხოვრებაში ესეთი მიდგომა, რომ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა თავრობა, ჟურნალისტიკაში კი არა მხოლოდ, არამედ ნებისმიერ სფეროში, ეს იქნება ეკონომიკა, განათლება თუ ასე შემდეგ, უფრო წინ წავა ყველა ეს სფერო, ვიდრე ჩარევის შემთხვევაში. აი საშუალება რო კონდეს სხვა ქვეყანაში თუ წახვიდოდი საცხოვრებლად. მქონია ამის საშუალება, მე ვერ ვიტყვი რომ ახლაც არ მაქვს ამის საშუალება. შესაძლოა რაღაც პერიოდით წავიდე კიდეც, მაგრამ მე მირჩევნია მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, რაც ამ ქვეყანაში არის, მირჩევნია რომ მაინც აქ ვიცხოვრო. მიყვარს საქართველო ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილ ვარ, ძალიან ბევრი ქვეყანა მიყვარს ასევე, მაგრამ ცხოვრებას ვამჯობინებ საქართველოში. თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ რაღაც პერიოდით ან სასწავლებლად წავიდე, ან სამუშაოდ საზღვარგარეთ. რომელი ტელევიზიაა დღეს საუკეთესო შენი აზრით? ცოტა ეკლექტურად არის ამბავი. მე ვფიქრობ, რომ ტექნიკური ბაზა იქნება ეს თუ პროფესიონალიზმი, ვთქვათ, გამოცდილება ეთერში ყოფნის ამ ხრივ რუსთავიორს ძალიან კარგად აქვს საქმე. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ტელევიზია. მე ვფიქრობ, რომ თავისუფლების ხარისხით დღეს ტელეკომპანია მაესტრო არის ნამდვილად ლიდერი ტელევიზია თავისუფლების ხარისხით. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მე ამას არ ვამბობ, ასე ვთქვათ, HR-ზე თითქმის ყველა ტელევიზიაში მიმუშავია. და ვიცი, ვთქვათ, რომელ ტელევიზიაში რა პრობლემაა. მაესტროს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, ვთქვათ, ბევრი პრობლემა ის, რომ შესაძლოა იმდენი ფული არ ჰქონდა რამდენიც სხვა ტელევიზიებს, ხო? და ასეთ სახის პრობლემა, მაგრამ თავისუფლების ხარისხით მე შემიძლია ვთქვა, რომ ის ტელევიზია, სადაც მე დღეს მუშაობ, ნამდვილად ლიდერია. თუმცა შეიძლება სხვანაირად ფიქრობს, ხო? ეს ძალიან სუბიექტური აღქმა. მე რადგან ასე მიმაჩნია დღეს სწორედ ამიტომ მუშაობ იქ. გასაგებია. და ჟურნალისტი რომელი მოგწონს? აქაც ძალიან ეკლექტურადაა საქმე. მაგალითად, ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტები, რომლებიც იმ ჟანრში, რასაც აკეთებენ, მართლა პროფესიონალები არიან. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ ток-შოუს ჟანრში აი ძალიან ბევრს მოსწონს ინგა, ხო? ძალიან ბევრი მას აკრიტიკებს. განსხვავებული მოსაზრებებია. მაგრამ რასაც ის აკეთებს, რა ფორმატშიც ის აკეთებს, მას ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდის. ანუ ის ძალიან კარგად გამშოუს და ამ შოუში არის შინაარსიც. მე მომისმენია აზრი, რომ აი სუჩხუბობენ იქ შოუ თუ არის და ტელევიზია თუ მას ეუბნება, რომ მას უნდა ისეთი გადაცემა, როგორც ინგა ამას შესანიშნავად ართმევს ჩემი აზრით თავს. ასევე საინფორმაციოში ძალიან კარგი ჟურნალისტები არიან ყველა არხზე ჩემი აზრით. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი თუნდა არსებობდეს, ეს უნდა ისწავლებოდეს. როგორ უნდა ისწავლებოდეს? კი, ამაზე მაქვს მე ჩემი შეხედულება. მე ვფიქრობ, მე დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მე ისწავლე რამე, აი რაც ეხლა გეტყვი, ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ვისწავლე, მაგრამ
ეს რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი. მე პირველივე კურსიდან დავიწყე მუშაობა და თუ კი რამე ვისწავლე ამ პროფესიაში, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ვისწავლე პრაქტიკაში. აი, როდესაც წყალში შეგაგდებენ ისე რომ ცურვა არ იცი, მე იძულებული ხარ რომ ცურვა ისწავლო. აი, ამ პირობებში მოვახერხე მე ეს ყველაფერი. თუმცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტმაც მომცა. გამოცდილება მომცა, საინტერესო ადამიანები გავიცან ამ პროფესიაზე, ვესაუბრებოდი ამ ადამიანებს, ისინიც საინტერესო ლექციებს კითხულობ, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი. ეხლა რომ დაუბრუნდე იმ შეკითხვას, რომელიც დამისვი, ხო? ფიქრობ, რომ არ უნდა არსებობდეს და აი დავასაბუთებ, რატომ არ უნდა არსებობდეს. ჟურნალისტმა უმჯობესია ისწავლოს რაღაც სხვა, ეს იქნება ეკონომიკა, იურისპრუდენცია, ბიზნესი, რაღაც სხვა. ჟურნალისტის პროფესიის დაუფლებას ის მოახერხებს შემდეგაც, თქვათ, გაიაროს 2 წლიანი ან 1 წლიანი კურსები, ხო? მოხდეს ტელევიზიაში, მოხდეს გაზეთში, რადიოში, იქ ისწავლეს ამ ყველაფერს და შემდეგ იმუშავებს იმ პროფილით, რაც ისწავლა. ეს იქნება ეკონომიკა თუ იურისპრუდენცია, ხო? ამიტომ უფრო მომზადებული იქნება ჟურნალისტი, ახლა კი პირიქით ხდება. ჯერ სწავლობენ, თქვათ, თეორიულ ნაწილს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მაგალითად კრიმინალზე არ შეუძლია ისე კომპეტენტურად გააკეთოს რეპორტაჟი, როგორც გააკეთებდა მაგალითად პროფესიით იურისტი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი მეთოდი უკეთესია, როცა ჯერ რაღაცა სწავლობ და შემდეგ ჟურნალისტიკას ეუფლებ. აი, გარეგნობით რომელი ჟურნალისტი მოგწონს? გარეგნობით? მოიცა დავფიქრდე. გარეგნობით რომელი ჟურნალისტი მომწონს? არ ვიფიქრია ამ საკითხზე, ეს სერიოზულად. მე მგონი ვერ გამოვყოფ ახლა რაღაც გამიჭირდა, ფაქტია. მაგრამ ძალიან მაგარი გოგოები მუშაობენ ტელევიზიებში. შენი აზრით უნდა იჭერდნენ ადამიანებს მარიხუანას? ჩვენ ტელევიზიის წამყვანს დავასახელებ მაკაცინცაძე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ულამაზესი წამყვანია დღეს ქართულ მედია სივრცეში. თუმცა ბევრნი არიან, ახლა ვინც მოვაკეთებ და უცებ გითხრა. ხო და აი უნდა იჭერდნენ ადამიანებს მარიხუანას მოწევისთვის? არა, რა თქმა უნდა. არ უნდა იჭერდნენ. აქ მე მგონი ამ თემაზე არც უნდა იყოს დავა. რატოა დავა? არ ვიცი, მე ამ ყველაფერს უკავშირებ, როგორ გითხრა. რაღაც შიშები არსებობს ჩვენ საზოგადოებაში, რაღაცეების მიმართ. და რაც თავარია, ის ხშირ შემთხვევაში ძალიან გაუთვითცნობიერებელია. ზოგადად ბრძოლა რაღაცეების წინააღმდეგ, კანონების გამკაცრებით და ამ შემდეგ, ეს არასდროს არ მოიტანს შედეგს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კანონი დაწერილა და კაცობრიობის ძირითადი მისწრაფებები ყოველთვის არის იგივე. ეს რჩება, რაც იყო ადამი და ევადან მოყოლებული დღემდე და ეს სულ ასე იქნება. ამიტომ კანონები ამას არ შველის, ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი თავისუფლად. აი აქედან გამომდინარე, მიგაჩნია თუ არა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ნაციონალური მოძრაობის ძალიან მოჭერა ხალხისთვის. კი. მიმაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ყველაფერს პიროვნებებს მნიშვნელობა აქვს, თავრობებსაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისტორიულ კონტექსტში განვიხილავ ხოლმე ყველაფერს. აი იყო რაღაც ქაოსის პერიოდი, შევარდნაძის პერიოდი და ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ ისინი სახელმწიფოში არ ცხოვრობდნენ. ამან პოლიტიკურ ძალას, რომელიც შემდეგ მოვიდა სააკაშვილის გუნდი, მისცა შესაძლებლობა რომ გაეტარებინა ცოტა მკაცრი, ცოტა არა, ძალიან მკაცრი პოლიტიკა რიგ შემთხვევაში. ეს ხომ ისტორიულმა კონტექსტმა შექმნა. ადამიანებს არ ჰქონდათ განცდა სახელმწიფოსი და მათ ვიღაცამ უთხრა, რომ ჩვენ ვქნით ახლა სახელმწიფოს. და ბევრმა საწყის ეტაპზე დაიჯერა, რომ ეს არის სახელმწიფო, როცა სახელმწიფო ყველაფერში ერევა. ჩვენ ხო რეალურად სახელმწიფო არასდროს არ გქონდა ბოლო 800 წლის განმავლობაში. არ ვთვლი იმ 3 წლიან პერიოდს, რაც იყო 18-21 წლებში, ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო. ამიტომ რეალურად ჩვენ არ ვიცოდით რა იყო სახელმწიფო და ხშირ შემთხვევაში არც მათ არ იცოდნენ სახელმწიფო რა იყო, ვინც ამას ქმნიდა და ვინც ამბობდა, აი ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს და ძალიან ბევრმა არ იცოდა სახელმწიფო და ჩვენ ამის ტრადიცია არ გქონდა. ამიტომ მისცა ეს შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ 9 თუ 10 წლიანი პერიოდის შემდეგ საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფო არ არის ის, სახელმწიფო არ უნდა იქცეოდეს ისე, რომ ვიღაცას შაგრავს. ყველაფერში ცხვირს არ უნდა ყოფდეს, არ უნდა წყვეტდეს იმას, ვინ მოიხმარს მარიხუანას და ვინ არა, ხო? ეს არ არის სახელმწიფო საქმე და მე ვფიქრობ, რომ
საზოგადოება ამას უკვე ხვდება, საზოგადოება ცდილობს რომ თავისი უფლებები დაიცვას. ქართული ოცნების იმედი რაში გაქვს? აი რას შეცვლის? ვისი პოტენციალი აქვს ამ ძალას? საერთოდ მოგწონს მისი მუშაობა? ბიძინა, ანუ შენ ამბობ რომ დღესაც მუშაობს ბიძინა. ხო? თუ ჩვენ განვიხილავთ როგორც ბიძინას პოლიტიკაში ისევ თუ ქართული ოცნება ის მთავრობა რომელიც ბიძინამ დატოვა. თუკი ამას ვფიქრობ ვინ მართავს დღეს? მე ვფიქრობ რომ ამ თუნდაც შენი ინციდენტიდან ხო, ამ გუნდისთვის ძალიან ადვილი არ იქნებოდა თქვა დისტანცირება ივანიშვილისგან, ხო? ივანიშვილი გამოდის ძალიან სერიოზულ განცხადებებს აკეთებს და ეს პოლიტიკაზე ყველაფერი აისახება, რა თქმა უნდა, პირდაპირ. არა, ეს არ არის კარგი, მე შემიძლია პირდაპირ თქვა. თუკი რაღაცაში ჩვენ ხედავთ არაფორმალურ მართლობას, ეს არ არის კარგი. და არ არის კარგი არავისთვის, ვინც ამას აკეთებს. და ვინც ამას უკეთებენ, არავისთვის არ არის ეს კარგი. რაში მდგომარეობს იმედი ქართული ოცნების, ხო? ხალხმა მისცა ხმა ერთი მხრივ იმას, რომ მას არ უნდოდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, მაგრამ მისცა დაპირებებსაც, რა თქმა უნდა, ხმა. მისცა ხმა იმას, რომ უნდოდა უკეთესი ცხოვრება, ეს ძალიან ბუნებრივი მომენტია და ხალხი მოითხოვს ეხლა ამაზე პასუხს. მიიღებს, აი შენ როგორ ვფიქრობ? არ ვიცი, რაზე მიიღებს და რაზე არა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ საქართველოში ის პრობლემები რაც არის, ამას ვერ გადაწყვეტს ვერანაირი ცალკე აღებული მთავრობა თუ ვერანაირი ცალკე აღებული მდიდარი ადამიანი. ადამიანებმა ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ მოთხოვნა რაღაცეების, ის რაც გვეკუთვნის ჩვენ უნდა მივიღოთ. მე ვფიქრობ რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ და კარგად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენს თავშიც უნდა ვეძიოთ რაღაცა პრობლემები. თუ კი ვიღაცას იმედი გაუცრუა, ვინც ამ იმედს ამყარებდა თავის თავში, მან უნდა ეძიოს, საკუთარ თავში უნდა ეძიოს ეს პრობლემა. ჩვენ უნდა შევეჩვევთ ერთ რაღაცას. ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც დაგვპირდნენ და სულ ეს არის 25 წლიანი ჩვენი ისტორია, სულ ვიღაცა რაღაცას პირდება ერთმანეთს. და შემდეგ რატო ვერ ვისწავლეთ, რომ აი არ ვიცი, აი ალბათ იმიტომ, რომ 25 წელი არ არის ცოტა ალბათ. ცოტა არ არის, მაგრამ არც ძალიან ბევრიც არ არის ალბათ, ხო? მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა საქართველოში ძალას იკრებს სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ აი პასუხისმგებლობა და უფლებები და პასუხისმგებლობა, აი თავისუფლება რაღაც როგორ თქვა, რაღაცების სინთეზია, ხო? ჩვენ ხშირ შემთხვევაში როგორ ვაკეთებდით, რომ ვაძლევდით ყველაფერს იმას, ვინც მოვიდოდა ხელისუფლებაში და მოდი ახლა მე დავისვენებ და მე შენ გამიკეთე ეს ყველაფერი. ეს ასე არ ხდება. შენ თუ ვიღაცას აძლევ რაღაც ჩეკს, იმაზე პასუხი უნდა მოითხოვო შემდეგ. და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწავლობს, ჩვენ ყველანი ამას ვსწავლობთ, იმიტომ რომ ილუზიების დრო წავიდა და ეს ილუზიები, ბევრი ილუზია გაიფანტა. ალბათ რაღაცეები დარჩა და ამასაც ვისწავლით ნელ-ნელა. აი საიდან აქვს ქართულ ეკლესიას ამხელა გავლენა? ბევრმა რაღაცამ განაპირობა ჩემი აზრით ეს განაპირობა იმან რომ სახელმწიფო იყოს სუსტი, მაშინაც კი ჩემი აზრით, როცა ის ამბობს ჩაანაცვლა იმედების შესრულების თვალსაზრისით. გარკვეულწი იმედების შესრულების, არა, მე ესე ვიტყოდი. სახელმწიფო მაშინაც კი ძალიან სუსტი იყო, როდესაც ამბობდა რომ მე ძლიერი ვარ რეალურად და ადამიანები ეძებდნენ რაღაცას, რასაც უნდა ჩასჭიდებოდნენ ჩემი აზრით. ქართულ ეკლესიას ისედაც ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, დღესაც აქვს დიდი ავტორიტეტი. და სწორად იყენებს ამ ავტორიტეტს. იცი რა არის? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე არ ვეთანხმები რაღაცეებს, ძალიან ხშირად. და მე ვფიქრობ, რომ თავარი რაც არ უნდა დაკარგოს ეკლესიამ და ეს ეხება საერთოდ ყველა კონფესიას, რაც არ უნდა დაკარგოს. ეს არის სწრაფვა ადამიანების გულებისკენ, ინდივიდუალიზმისკენ. აი, რაც არ მომწონს ყველაზე მეტად, რაღაც კოლექტივიზაცია ხდება. ცნობიერების, ადამიანის ქცევების, ადამიანებსაც თითქოს რაღაც უნდათ, რომ აი, იცი რა არის, აი, ესე უნდა იყოს, აი ჩვენ მე კიდე მიმაჩნია, რომ
ადამიანი უნდა პოულობდეს სიყვარულს, თანაგრძნობას, აი ამ ყველაფერს ინდივიდი. აი წმენა რა არის? წმენა არის ძალიან ინდივიდუალური რაღაცა და აი ინდივიდუალურად უნდა პოულობდეს ეკლესიაში რაღაცა. ჩვენ ხედავთ ფაქტებს ამწუხაროთ, როცა რაღაც კოლექტიურისკენ მიდის და მე ეს არ მომწონს, რა თქმა უნდა. გასაგებია. მე შენი ძმის გიორგის ამბავზე მინდა კითხო, ეს საქმე არ არის ხო დახურული? არა, ეს საქმე არ არის გახსნილი. იყო სასამართლო პროცესები, სადაც ყველაფერი იყო ფალსიფიცირებული, ყველაფერი და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც აი ფალსიფიკაციისგან რაღაც ხუხულა ააგეს, ეს ყველაფერი შემდეგ დაინგრა და დღეს საზოგადოებაში მე ამდენი წლის განმავლობაში ერთი ადამიანიც არ შემხვედრია, ვინც აი რაღაც ოფიციალურ ვერსიას რაღაც ოდნავ მაინც უჯერებს, ხო? მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში ყველაფერი წინ არის. მე მივმართე წლების განმავლობაში 12-13 წელი არის ეს ჩვენი ოჯახის ცხოვრება, რომ ჩვენ სულ მივმართავთ ხელისუფლებებს, რომლებიც არიან და იცვლებიან, რომ დაიძრას ეს საქმე, რომ დაიწყოს ხელახალი გამოძიება. სამწუხაროდ ეს არ ხდება, ის სულ ბოლოსაც შევიტანეთ განცხადება და უარი გვითხრეს. რატო, როგორ ფიქრობ? ნუ იქ რაღაც იურიდიულ დეტალებს იშველიებენ, თუმცა იურიდიული დეტალებით ჩვენ სასარგებლოდ არის. მე ვფიქრობ იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში იყვნენ გარეული, მათ აქვთ გავლენები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ვიღაცებს ძალიან არ აძლევთ ხელს ამ პოლიტიკური მკვლელობის გახსნა. და ეს რა თქმა უნდა იყო პოლიტიკური მკვლელობა და რა თქმა უნდა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ამბებთან იყო გადაჯაჭვული. მაგრამ ერთი წამით არ მიკარგავს ეს ყველაფერი შემართებას, რომ ამისთვის ვიბრძოლოთ და ჩვენ პირადად ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ძალიან ტრაგედიაა ზოგადად, რომ ესეც ერთ-ერთი მიზანია ადამიანის ცხოვრების, მაგრამ არის ის, რომ საბოლოოდ დავდოთ სიმართლე და ვთქვათ რა მოხდა რეალურად. გააქვს იმედი, რომ ეს უახლოეს მომავალში ეს საქმე წინ არა მხოლოდ იმედი მაქვს, არამედ მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და მე ჩემს თავს დავპირდი, ჩემს ოჯახს, გიორგის შვილს და მთელ საზოგადოებას, რომ ამ საქმეს ჩვენ აუცილებლად გავხსნით და ეს ასეც მოხდება. წარმატებებს გისურვებ მაგ საქმეში. აი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ ვიცი, მაგრამ რაღაც ნაწილს ძალიან ლოიალური დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ. სიმპათიებიც კი აქვს და აი როგორ ხდება ეს, რომ ქვეყანა, რომელიც შენ გბომბავს რამდენიმე წელიწადში ერთხელ, იმის მიმართ გაქვს სიმპათიები. სამწუხაროდ ხდება და ეს ერთმანეთის ჯინაზე ხო არ ვაკეთებთ, რა? მე ვფიქრობ არა. მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში იმით გაცრუების შედეგიც არის ეს. ხშირ შემთხვევაში რაღაც ჯგუფები ამას უწყობენ ხელს, აი გამოთქმა არის ცნობილი, ხო? კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია, მთავარი მტერია საკუთარი სახელმწიფოს, ესეც მოქმედებს. და რაც ყველაზე მთავარია, და რაშიც მე ვხედავ ჩვენი ჟურნალისტების ძალიან დიდ შეცდომას. საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ინფორმაცია. ის ვინც რუსეთისადმი სიმპათიით ადრეს განწყობილი, მას შეიძლება ახსოვს რაღაც საბჭოთა კავშირიდან. როდესაც მას შეეძლო, აი მოდი წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც რაღაც ქარხნის დირექტორი იყო საბჭოთა კავშირის დროს. ამ ადამიანმა მთელი თავის ცხოვრება გაატარა როგორ? რაღაცას იპარავდა და ის არაფერს არ ემჩნეოდა, იმიტომ რომ რაღაც ძალიან დიდ მახინას საბჭოთა კავშირს პარავდა სადღაც ფულს. და ვერ გრძნობდა ამას ვერც საბჭოთა კავშირი და ვერც თვითონ ვერ გრძნობდა და ჩამოყალიბდა ფსიქოლოგია, რომ ეს კარგია. და შემდეგ უცებ როდესაც აღმოჩნდა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ეს ადამიანი, როგორც კი მოიპარა იმ წუთას დაემჩნა ყველაფერს, იმიტომ რომ საქართველოს ამდენი ფული არ ქონდა, პატარა სახელმწიფო იყო, როგორც კი მან მოიპარა და სახლში წაიღო ეს ყველაფერი. აგერ გვერდზე ნახა, რომ მისმა მეზობელმა ხელფასი ვერ აიღო მეორე დღეს. ანუ ყველაფერი დაემჩნა ქვეყანას. მერე იფიქრა ალბათ რაღაც პერიოდის შემდეგ, რომ ეს ცუდია. არ ჯობდა ის, არ ჯობდა. შემდეგ, როდესაც ადამიანებს არ აქვს, ძალიან ბევრს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თუნდაც 5 წელიწადში ერთხელ წავიდეს და ნახოს რა არის ეს შეერთებული შტატები, ნახოს რა არის ევროპა, ხო? რა არის დასავლური ცივილიზაცია. ჩვენ
აი მე მართლა ღრმად წამს, რომ ჩვენ ყველანი, აი ჩვენ ყოველ შემთხვევაში საქართველოს არა მარტო გეოგრაფიულად, თუმცა ვფიქრობ, რომ გეოგრაფიულადაც ჩვენ ვართ მართლა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენი წინაპრები, როდესაც მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა ავირჩიეთ, ეს იყო ევროპულ ცივილიზაციასა და აღმოსავლურ ცივილიზაციას შორის არჩევანი. ხო? და ინფორმაციის ნაკლებობა, აი ამაში ვწოდავთ ჟურნალისტები ყველაზე უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ევროკავშირის შესახებ, დასავლური ცივილიზაციის შესახებ, ხო? ანუ ჩვენი თავის შესახებ უნდა ვიცოდეთ უფრო მეტი. მე 2 წელი მუშაობდი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან ერთად პროექტზე, რომელიც ევროპის საკითხებს აშუქებდა. მე ძალიან ბევრი რაღაც არ მწოდნია. და მე ვცდილობდი, რაც გავიგე, მიმეწოდებინა საზოგადოების, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შენი საყვარელი მუსიკოსი ვინ არის? არ ვიცი, ესე ბევრ რაღაცას უსმენ. ბევრ რაღაცას უსმენ და ესე კონკრეტული აბიც მიყვარს ძალიან. კლასიკური მუსიკა მიყვარს, შეხება მქონდა კლასიკურ მუსიკასთან და ძალიან ბევრი რაღაც ვიცი კლასიკურ მუსიკაში. აი ყველაფერს უსმენ, რაც კარგია, ესეთი კონკრეტულად არ. რეჟისორი? რეჟისორი, მე ვფიქრობ, რომ ქართული კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფარაჯანოვი, ჩემი აზრით. ვიტყოდი, რომ გენიალური რეჟისორია. წერალი რომელი გიყვარს? წერალი რამდენიმე შეიძლება ითქვას, რამდენიმე მიყვარს. მე შემიძლია გითხრათ, ჩემი საუკეთესო, ყველაზე საყვარელი წიგნი რომელია. ეს არის უინსტონ ჩერჩილის მეორე მსოფლიო ომი. მე ვფიქრობ, რომ არის მემუარული ლიტერატურის ალბათ უბრწყინვალესი ნაწარმოები, ჩემი აზრით. წერალი ბევრი, ძალიან ბევრი, ქართველი მწერლებიდან შემიძლია დავასახელო ოთარ ჭილაძე, მე მიმაჩნია, რომ ის არის საუკეთესო, ასე ვთქვათ, მწერალი, პროზაიკოსი, პოეტიც კარგია. ქართველებს თუ გავყვებით, იცი რა, აი ძალიან ბევრი გეტყვის, რომ აი ილია ჭავჭავაძე მაგალითად, მაგრამ იცი რა არის ილია ჭავჭავაძე, მე ვფიქრობ, რომ არის მას აქვს ძალიან მაგარი წერილები, ძალიან მაგარი წერილები, რომელსაც საზოგადოება სამწუხაროდ არ იცნობს. მაგრამ იმ მასშტაბით, ვთქვათ, აი მსოფლიო დონის მასშტაბით უფრო როგორ გითხრათ, ჩვენ ესეთ ბევრი არ გვყავს ესეთ წერილი. ილია ჭავჭავაძე, მაგალითად მიხეილ ჯავახიშვილი შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს ქართველისთვის, იმიტომ რომ ამ ყოფას ასახავდა, ხო, მეტნაკლებად, მაგრამ ის ვის ნაწარმოებსაც წაიკითხავს მაგალითად ფრანგიც, ესპანელიც ეს შეიძლება, ან გერმანელი, ან რუსი ეს შეიძლება იყოს ოთარ ჭილაძე, ჩემი აზრით. ილია ჭავჭავაძე როგორც მწერალი შეიძლება არ იყოს საინტერესო ბევრისთვის, მაგრამ როგორც ჟურნალისტი ძალიან საინტერესოა. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ვინ არის დღეს? რა თქვა დღეს? დღეს ლეო მესი, ჩემი აზრით. საერთოდ რა თქმა უნდა ზიდანი. მე პელეს თამაშე მე არ იმ პერიოდში არ მიცხოვრია და არც მარადონა არ მახსოვს იმდენად კარგად როგორც ხვებს, მაგრამ მათი თამაშები ნანახი მაქვს, ბუნებრივია ვიდეო ჩანაწერები. მე ვფიქრობ, რომ ზიდანზე მაგარი არავინ არ ყოფილა ამ სფეროში, რასაც ფეხბურთი. ყველაზე მაგარი გოლი რომელია შენთვის? ზიდანის გოლი, რომელიც მან გაიტანა ლევერკუზენის კარში ფინალში. ეს ფეხბურთელი ჩემი აზრით არის აი როგორ გითხრა, ეტალონი მოაზროვნე ფეხბურთელს. მე ესეთი ფეხბურთელები მიყვარს. დათო იყო ყიფიანი ასეთი და ძალიან გვანან ისინი ერთმანეთს. ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო საერთოდ სოფლიო ისტორიაში, მაგრამ მე აი როცა ასეთ შეკითხვას მისვან, ყოველთვის ვამბობ, რომ ზიდანი. ასეთ ფეხბურთელი მე სხვა არ მინახავს. ყველაზე ძვირფასი ნივთი რა გაქვს? ყველაზე ძვირფასი ნივთი? საათები მიყვარს ძალიან და ის საათი რომელიც მიკეთია. ძვირფასი ღირებულებას არ გულისხმობ. ხო, შენთვის ძვირფასი. საათი არის ჩემთვის ძვირფასი. არ არის ძალიან ძვირიანი, მაგრამ ძვირფასია. დროსთან არის დაკავშირებული, დრო არის ის, რასაც ვერასდროს ვერ აბრუნებ და ყველაზე მეტად საათში მიყვარს ის, რომ სულ ტრიალებს და სულ მოძრაობაში, აი ადამიანებიც ასე უნდა ვიყოთ. ვისთან ინტერვიუზე ოცნებობ? ვისთან აიღებდი ინტერვიუს?
ბევრია ასეთი, ძალიან ბევრია ასეთი. რა ვიცი, აი სიამოვნებით ავიღებდი ზიდანთან ინტერვიუს, სიამოვნებით ავიღებდი ჯორჯ ბუშთან ინტერვიუს. ბევრი საინტერესო ადამიანია მსოფლიოში. და აი პირდაპირ ეთერში რას გამოაცხადებდი ყველაზე დიდი სიხარულით? პირდაპირ ეთერში ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვაცხადებდი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი, რომ გავხდებით ნატოს წევრი და რომ საქართველოს გაერთიანდება და მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მე არასდროს არ მიყვარს სადღეგრძელოებივით რაღაცეების თქმა, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს გაერთიანდება. აბსოლუტურად ერთ წამით არასდროს არ შემპარვია ეჭვი. მე ვარ თვითონ აფხაზეთიდან და მაქვს სენტიმენტალური განწყობები ბუნებრივი ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ ისტორიულ პერსპექტივაშიც უყურებ, ვცდილობ არ დავკარგო, ვთქვათ, რეალობის შეგრძნება. და როდესაც ცივი გონებით ამაზე ვფიქრობ, ზუსტად მაშინ ვწმუნდები, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავალთ სოფლში. და ვიცხოვრებთ მათთან ერთად, ვისთანაც მთელი ეს 25 წელიწადი ცხოვრების დავკარგეთ. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.